ამ წუთებში ჰილარი კლინტონი უკვე ბათუმის სპორტში მივიდა და ჩვენ პირდაპირ ეთერში ვთავთ ბათუმის სპორტს, სადაც ის სიტყვით გამოსვლას გეკმავს. Before we start the ceremony, remind everybody to please put your phones either turn off or in silence. ქალბატონებო და ბატონებო, გთხოვთ სანამ ცერემონიალი დაიწყება, გამორთოთ თქვენი მობილური ტელეფონები. No, they have them not post until we start the dedication ceremony. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენი მოლოდინი გამართლდა და სწორედ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო თავის პირველივე გამოსვლაში, რომელიც ჩვენთვის არის აქტუალური, მათ შორის მყინვარებიც. შეერთებული შტატები პირველი იყო, ვინც საქართველოს ოკუპაცია როგორც ასეთი იურიდიულად აღიარა და როგორც ასეთი წარმოთქვა სამართლებრივ ტერმინად და დაამკვიდრა რეალურად მსოფლიოში, რითიც ნათელი გახდა, რომ ეს არ არის მხოლოდ ქართული დამოკიდებულება, არამედ ეს არის მსოფლიო იურიდიული სტატუსი, რომელიც შეიძლება ესადაგებოდეს საქართველოში მიმდინარე პროცესს და საქართველოს დე ფაქტო მდგომარეობას. შესაბამისად, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ იურიდიულადაც, როდესაც ასეთი მაღალი ტრიბუნიდან უმაღლესი წარმომადგენლები აცხადებენ და მუდმივად ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ საქართველოს ტერიტორიები 21 საუკუნეში ჯერ კიდევ ოკუპირებულია უცხო სახელმწიფოს მხრიდან და სწორედ ეს არის ამის მუდმივი ხაზგასმა მაღალი წარმომადგენლების მხრიდან არის საწინდარი იმისა, რომ იმედი მაქვს ახლო მომავალში ეს საკითხი გადაიჭრება. Წმინდანის ჩამოსვლა ისეთ ქალაქში, როგორც არის ბათუმი, უკვე თავისთავად მოვლენა და მინდა გითხრათ, გუშინ ძალიან ამაყები ვიყავით ყველა, როდესაც სახელმწიფო მდივნის თვითმფრინავი დაждდა ამ ქალაქში, რომელიც რამოდენიმე წლის წინ ითვლებოდა მივიწყებულ ადგილად და დღეს შეხედეთ უკვე როგორ არის განვითარებული ყველაფერი. და ეს არის პირველ რიგში იმის აღნიშვნა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი მიაღწია და ბათუმი არის ამ პროგრესის ერთ-ერთი ნიშანი. ჩვენი ურთიერთობები არა მხოლოდ დინამიურად ვითარდება, არამედ კონკრეტული შედეგებიც მოაქვს და ამ ვიზიტის დროს უკვე საუბარია ძალიან კონკრეტულ საკითხებით იმ წაწევაზე, როგორც არის ვაჭრობა, როგორც არის უსაფრთხოების საკითხები, როგორც არის პოლიტიკური ურთიერთობები. ეს აღარ არის ზოგადი განცხადებები და ზოგადი ფრაზები, თქვენ მოისმინეთ ქალბატონ კლინტონისგანაც, რომ ჩვენ უკვე ახალ ეტაპზე გვაქვს გადატანილი ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, რომლის ძირითადი ნაწილი ეხება ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სფეროებს, ჩვენს თავდაცვას, ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას, ჩვენს კეთილდღეობას და დემოკრატიული მიღწევების შეუქცევადობას. უმთავრესად ყურადღება გამახველდა ჩვენ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და ისეთ საკითხებზე, როგორიც არის სავიზო რეჟიმის კიდევ უფრო გამარტივება. კონკრეტულ შედეგებზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, წინ მთელი სამუშაო დღე გვაქვს. თავარი არის, რომ სრული ურთიერთგაგებით მიმდინარეობს ეს შეხვედრები
მხარეებს მომზადებული აქვთ საინტერესო წინადადებები. ხაზი მინდა გაუსვა იმ გამოსვლას, რომელიც ქალბატონ სახელმწიფო მდივანს ჰქონდა ჩვენი სტრატეგიული ჩარტერის კიდევ ერთი რაუნდის გახსნაზე. ყურადღება მინდა გავამახვილო იმ გზავნილებზე, რაც მოსკოვის მიმართ იყო გაჟღერებული. კიდევ ერთხელ ჩვენ ვიცით, რომ მას ყოველთვის ჰქონდა თავის ლექსიკონში ტერმინი ოკუპაცია, ოკუპირებული და მოწოდება, რომ მოსკოვმა და კრემლმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები. შემდეგ ეს გაგრძელდება უკვე პრეზიდენტთან შეხვედრით. საქართველოს არის სალსახად მაგალითი რეფორმების კუთხით და ამას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა. დღეს ჩვენ უმასპინძლებთ იუსტიციის სახლში და გვექნება საუბარი ძალიან კონკრეტულ ინიციატივაზე. როგორ შეიძლება იგივე რეფორმები განხორციელდეს სხვა ქვეყნებში? როგორ შეიძლება საქართველოს იყოს ამერიკის პარტნიორი სხვა ქვეყნებში იმავე ტიპის რეფორმების განსახორციელებლად, რომელიც პირველ რიგში ფუნდამენტს ქმნის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და სწრაფი სისვლისათვის. დღეს ჩვენ გვაქვს მართლა ძლიერი ფუნდამენტი იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში კონკრეტული შედეგი იქცნოს თითოეულმა მოქალაქემ თავის თავზე და ის საბოლოო გაჭირვება, რომელიც არის ჯერ კიდევ დარჩენილი ქვეყანაში, საბოლოოდ გადაილახოს სწორედ აი ამ ფუნდამენტის საფუძველზე. შეხვედრის დღის წესრიგი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრამ ამ წლის იანვარში, სადაც რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა, მათ შორის არის თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში გაღრმავებული თანამშრომლობა, ასევე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიმართულებით ჩვენი აქტიური მოლაპარაკებების დაწყება და ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საქართველოს დაასახელა როგორც მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც უნდა იყოს მოდელი რეგიონში დემოკრატიული და რეფორმების კუთხით. იქნება შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან ომხრივი, იქნება გახსნა სტრატეგიული ხარტის ფარგლებში ომხრივი კომისიის, რომელიც მესამე მსგავსი კომისია და გაიმართება 4 სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სამუშაო თემატიკა იქნება უსაფრთხოება, იქნება დემოკრატია და რეფორმები, ხალხსაშორისი ურთიერთობები და ეკონომიკა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება. გარდა ამისა, ქალბატონ პრეზიდენტს ექნება შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, საკმაოდ დიდ დროს ატარებენ ერთად, იქნება კულტურული პროგრამა და როგორც იცით, უკვე მიემგზავრება ხვალ, ანუ ორ ღამეს რჩება რეალურად ბათუმში. ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა მოიცავს ასევე ეკონომიკურ საქმიანობას, როგორც პრეზიდენტების შეხვედრის დროს გამოცხადდა იანვარში. ამ თანამშრომლობამ უნდა მიიღოს ახალი განზომილებები, უნდა განვითარდეს ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადების შესაძლებლობის განხილვით. პირველი მაღალი დონის შეხვედრა ვაშინგტონში უკვე შედგა ამ თემაზე და ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს ამ მიმართულებით. დღეს გაიმართება საქართველოს-ამერიკის ქარტის შეკრება, სადაც განვიხილავთ ყველა ჩვენ შორის არსებულ მნიშვნელოვან საკითხს, დაწყებული უსაფრთხოების საკითხებიდან თავდაცვის, ნატოში ინტეგრაციის საკითხები, აგრეთვე ეკონომიკის და ყველა ჩვენთვის აქტუალური საკითხები. პირველ რიგში თავად ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენთვის ხარდაჭერის, ჩვენი რეფორმების ხარდაჭერის, ჩვენი უსაფრთხოების ხარდაჭერის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი თავად რუსეთის მიმართ, რომ ჩვენ და შეერთებული შტატები ძალიან ახლო პარტნიორები გვაქვს ერთი ღირებულებები და მთავარი საკითხები, რომელიც განხილული იქნება ამ რამოდენიმე დღის განმავლობაში, ბუნებრივია ეს არის საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აქტუალური საკითხები, ისეთ როგორც არის ქვეყნის უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენ პირდაპირ ეთერში ხედავთ ბათუმის სპორტს, ვინაიდან ჰილარი კლინტონი რამდენიმე წუთში უკვე მივა ბათუმის სპორტში, სადაც ის სიტყვით გამოსვლას გეგმავს. როგორც უკვე გითხარით, შეერთებული შტატები საქართველოს დღეს სასაზღვრო პოლიციას 2 კატარღას გადასცემს. ეს კატარღა არის საპატრულო კატარღა, რომელიც აშენებულია საქართველოში ქართველი სპეციალისტების მიერ. ამ კატარღამ გაიარა სრული მოდერნიზება და აღჭურვილი არის თანამედროვე ნავიგაციისა და კავშირგამოვლების საშუალებებით. კატარღას შესაძლებლობა აქვს 3 დღე იყოს ავტონომიურად ზღვაში. აგრეთვე შესაძლებლობა აქვს ჩაატაროს სააბორდაჟე ოპერაციები, ჩაატაროს სამაშველო ოპერაციები, ჩაატაროს ბუქსირება და საერთო ჯამში დაიცვა საქართველოს ტერიტორიული წყლები. 10 მილიონი დოლარი გამოიყო იმისთვის, რომ დავხმარებოდით საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურს და ეს პროექტი 3 წელია ხორციელდება. საქართველოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მისი ეკონომიკური განვითარება და საზღვრების უსაფრთხოება პრიორიტეტულია არა მარტო თავად საქართველოსთვის, არამედ რეგიონის საზღვრების დასაცავად.
ბათუმში სასტუმრო რადისონში დღეს დილით დაწყებული შეხვედრა კი უკვე დასრულებულია და ახლა ნათია გოგსა ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და გაგვაცნობს შეფასებებს, რომლებიც ამ შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. დიახ, რედისონიდან უკვე გაემგზავრა ჰილარი კლინტონი, როგორც იცით, ის შერატონში მართავს შეხვედრას, თუმცა რედისონში კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკვე სამუშაო ჯგუფებს შორის, იმ 4 ჯგუფის ფარგლებში, რომელიც სტრატეგიული ქარტით არის გათვალისწინებული, უკვე მუშაობენ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ჩართული უწყებათშორისი მხარეები, ისევე როგორც შეერთებული შტატების მხრიდან, ასევე საქართველოს მხრიდან. ამ ჯგუფებში მონაწილეობენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ადამიანები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და მისი წევრები, საბჭოს წევრები. გარდა ამისა, დღესვე ასევე გაიმართება ეკონომიკურ სფეროში მოლაპარაკებები, ვინაიდან ქარტით გათვალისწინებულია ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის ჯგუფის მუშაობასაც საგანგებოდ ამისთვის ჩამოსული არიან შეერთებული შტატების მხრიდან ამ დარგის წარმომადგენლები და ამ შეხვედრებზე საუბარი იქნება არა წინასწარ გაწერილ საკითხებზე, არამედ იმ დამატებით საკითხებზე, რომელიც გაჩნდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტების მიხეილ სააკაშვილის და ბარაკ ობამას მოლაპარაკებები გაიმართა თეთრ სახლში და სადაც ბარაკ ობამამ თავად წამოაყენა ინიციატივა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ უმაღლესი დონის დიალოგის დაწყების შესახებ. ამასთან დაკავშირებით შეხვედრის დაწყების წინ მე გულისხმობ პლენარულ სხდომას ნიკა გილაურმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა, ვინაიდან ეს იყო სწორედ ამერიკული მხარის ინიციატივა და სწორედ ბარაკ ობამას წინადადებების შემდეგ უკვე მომზადდა საფუძველი იმისთვის, რომ ამ თემაზე მოლაპარაკებები წარმართულიყო. ამავე ფორმატში პირველი კონსულტაციები უკვე შედგა ვაშინგტონში, სადაც იმყოფებოდა თამარ კოვზირიძე, პრემიერის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში და თამარ კოვზირიძემ გამართა მოლაპარაკებები ამასთან დაკავშირებით. მოგვიანებით კი ასევე დემოკრატიის ჯგუფის წევრები შეხვდებიან, იქნება საუბარი ხალხთა შორის ურთიერთობებზე. ეს ხალხთა შორის ურთიერთობები გულისხმობს კულტურული ურთიერთობების და კულტურული სფეროში თანამშრომლობას, შეიძლება იყოს რაღაც გაცვლითი პროგრამების, თუმცა ამ თემაზე ჯერ კონკრეტული განცხადებები არ გაკეთებულა, მაგრამ როგორც ჩვენთან საუბარში ელჩი თემურ იაკობაშვილი ამბობს, ეს შეხვედრა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან აქ არ იქნება არამხოლოდ ზოგადი განცხადებები, არამედ აქ იქნება უკვე კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე საუბარი და დღის განმავლობაში ჩვენთვის ალბათ ამის შესახებ ცნობილი გახდება. ძალიან დიდი ინტერესით ელოდება ბუნებრივია ქართული მხარე თავდაცვის სფეროში შეერთებული შტატების მხრიდან მომავალ წინადადებებს, ვინაიდან საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გამტკიცებაზეც ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადება ბარაკ ობამამ სწორედ მიხეილ სააკაშვილთან ოვალურ ოფისში შეხვედრის დროს გააკეთა. თუ რას გულისხმობს ეს ყველაფერი ალბათ უფრო მოგვიანებით დაკონკრეტდება, თუმცა ჰილარი კლინტონის ამ ვიზიტის დროსაც ამის შესახებ, როგორც თემურ იაკობაშვილი ამბობს, გაკეთდება განცხადებები. მე შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო მდივნის ეს მეორე ვიზიტია საქართველოში, ის ჩვენს ქვეყანაში იმყოფებოდა 2010 წლის ივლისში, ამჯერად კი ის ბათუმს ივნისის დასაწყისში ესტუმრა. ჰილარი კლინტონი საქართველოში ამჯერად 3 დღის განმავლობაში დარჩება, 2 ღამეს გაატარებს და მას ექნება საშუალება დღის ბოლოს დაათვალიეროს ქალაქი ბათუმიც და როგორც ჰილარი კლინტონმა თავადვე განაცხადა შესავალ სიტყვაში, მან გადაწყვეტილება ბათუმში ჩამოსვლის შესახებ მიიღო თბილისის სტუმრობისას, მას შემდეგ რაც შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს. ძალიან საინტერესო იყო თავად სახელმწიფო მდივნის ეს გამოსვლა, ვინაიდან ის შეეხო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ყველა სფეროს. მან გამოყო 4 პუნქტი საქართველოსთან ურთიერთობების პროცესში და ძალიან დაწვრილებით ისაუბრა იმაზე, თუ რა გზა განვლო ქვეყანამ, რა რეფორმები გატარდა საქართველოში, თუ რა როლი აქვს ოფიციალური თბილისის მონაწილეობას ავღანეთის ოპერაციაში და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში. ჰილარი კლინტონმა ყურადღება გაამახვილა მომავალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს და დემოკრატიის განვითარებაზე და ადამიანის უფლებებზე ქვეყანაში. სახელმწიფო მდივნის ეს იყო პირველი განცხადება, მოგვიანებით შესაძლებელია მან კიდევ გააკეთოს და მიმართოს შეკრებილ აუდიტორიას სანაპიროზე, სადაც მოხდება კატარღების გადაცემა. მოგვიანებით კი უკვე დაგეგმილია პრესკონფერენცია და ბუნებრივია, იქაც უკვე ჩვენ ჟურნალისტები ველოდებით თუ რა გზავნილებს ჩამოიტანს და ჩამოიტანა ჰილარი კლინტონმა ამჯერად შეერთებული შტატებიდან, ვაშინგტონიდან. და შეგახსენებთ იმასაც, რომ ჰილარი კლინტონი 6 ივნისამდე დარჩება საქართველოში და ბათუმიდან ის პირდაპირ ბაქოში გაემგზავრება.
ეს იყო ნათია გოგსაძე, რომელიც სასტუმრო რადისონიდან გვერდებოდა, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს დილით დაწყებული სხდომა. ახლა კი ჩვენ გადავდივართ სასტუმრო შერატონში, სადაც იმყოფება აგრეთვე ჩვენი კორესპონდენტი თეონა ცხომელიძე. შერატონში მიმდინარეობს ჰილარი კლინტონის შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან. თეონა, რა ეტაპზეა შეხვედრა ამ დროისთვის, თუ გაქვს შენ ინფორმაცია? როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, სულ ცოტა ხანში უკვე უნდა დასრულდეს შეხვედრა, პროტოკოლურით გათვალისწინებული დრო უკვე ამოწურულია და ჩვენ ველოდებით, რომ დატოვებს შერატონს ჰილარი კლინტონი, რომელიც გაემართება პორტში, სადაც უნდა გადასცეს ქართულ მხარეს. ორი კატარღამ, რაც შეეხება თავად შეხვედრას, ის დაიწყო დაახლოებით 45 წუთის წინ. აქ იმყოფებიან ქართული პოლიტიკური სპექტრის ოპოზიციური ნაწილი, აქ არის გიორგი თარგამაძე, დავით გამყრელიძე, ასევე ქართული ოცნების წარმომადგენლები დავით უსუფაშვილი, მანანა კობახიძე და თია წულუკიანი. ისინი ხვდებიან ჰილარი კლინტონს და როგორც წინასწარ გაკეთდა განცხადებების საუბარი შეეხებოდა ამ შეხვედრაზე საქართველოს უსაფრთხოებას, თავდაცვას, ნატოში ქვეყნის ინტეგრაციას და ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები გეგმავდნენ, რომ ჰილარი კლინტონთან გაემახვილებინათ ყურადღება საქართველოში მოახლოებულ არჩევნებთან დააკავშირებით და წინა საარჩევნო გარემოს შესახებ უნდა ესაუბრათ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან. მათ კომენტარები სწორედ შეხვედრის დაწყებამდე გააკეთეს, ასევე კომენტარი გააკეთა, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების წარმომადგენელმა და მანანა კობახიძემ განმარტა მიზეზი, თუ რატომ არ მოვიდა ჰილარი კლინტონისთან შეხვედრაზე. ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მანანა კობახიძის განცხადებით, ეს შეხვედრა დაგეგმილი იყო წინასწარვე პარტიების თავმჯდომარეების ფორმატში და სწორედ ამიტომ ბიძინა ივანიშვილი ჰილარი კლინტონს დღეს შერატონში არ შეხვდა. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კურიერი განაგრძობს საგანგებო რეჟიმში მუშაობას, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვრჩებით უწყვეტ რეჟიმში და ველოდებით ჰილარი კლინტონის მისვლას ბათუმის პორტში, სადაც მან სასაზღვრო პოლიციას ორი კატარღა უნდა გადასცეს. ამ წუთებისთვის კი ის ჯერ კიდევ იმყოფება სასტუმრო შერატონში, სადაც სახელმწიფო მდივანი ხვდება ქართული ოპოზიციის ლიდერებს. ილო მეფარები გასწორთ. გიორგი, სწორედ ამ წუთებში უკვე დასრულდა ჰილარი კლინტონის შეხვედრა ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა უკვე დატოვა სასტუმრო შერატონი. ჩვენთან ამ წუთებში იმყოფება ქრისტიან დემოკრატების წარმომადგენელი და ლიდერი გიორგი თარგამაძე, რომელთანაც გავისაუბრებთ. ბატონ გიორგი, რა საკითხებზე გამახვილდა ყურადღება შეხვედრაზე? პირველ რიგში მოგესალმებით, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო და ფაქტობრივად სადზე მეთხანს გაგრძელდა, რა და დაგეგმილი 45 წუთი იყო. ფაქტობრივად ყველაფერზე მოვასწარით საუბარი, ქალბატონი კლინტონის მოსაზრებების მოსმენაც, არა მარტო მისი, მას ახლდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა ამერიკის საგარეო საქმეთა პოლიტიკის განსაზღვრაში, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ დისკუსიაში. რა თქმა უნდა, ყველასთვის მთავარი იყო, როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის, ასევე ჩვენთვის, გვესაუბრა იმ თემებზე, რამაც უნდა მოაგვაროს პრობლემები,
რაც პირდაპირ ეხება ჩვენი მოსახლეობისა და რიგითი ოჯახების ცხოვრებას. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიები, როგორც მოკლევადიანი მოდის არჩევნები, გარდა ამისა არის რუსეთის მხრიდან გარკვეული საფრთხის მოლოდინი და ამ თვალსაზრისით ჩვენ გვჭირდება ფაქტობრივად საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტის ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურობა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ქართულმა საზოგადოებამ და სახელმწიფომ თავი იგრძნოს უფრო უსაფრთხო და სტაბილურად და მეორე ეს არის გრძელვადიანი უსაფრთხოების ამოცანები, რადგან რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, უსაფრთხოებიდან, მშვიდობიდან იწყება ყველაფერი. თუ კი ამ მხრივ არსებობს მშვიდობის და უსაფრთხოების გარანტიები, ეს ნიშნავს იმას, რომ შემოდის მეტი ინვესტიცია, ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა მუშაობს, საქმდება მეტი ადამიანი და ის რიგითი ოჯახი, რომელიც შეიძლება დღეს უსმენს თქვენს გადარცემას და პირდაპირ ჩართვას, ღებულობს ამით მეტ სარგებელს და ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური დაძაბულობისთვის უფრო ნაკლები საფუძველი არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენ არჩევნებსაც განვიხილავთ ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილად და ძალიან დეტალურად განვიხილეთ ის საარჩევნო გარემო, რომელიც არის ქვეყანაში. როგორც ქალბატონმა კლინტონმა ჩვენთან შეხვედრის დროს თქვა და ალბათ ამას საჯაროდაც გაიმეორებს, არ არსებობს არანაირი გარანტიები დემოკრატიაში, რომ ვინმე მოიგებს, მაგრამ გარანტიები იმისა, რომ უნდა იყოს თანაბარი პირობები ყველა ძირითადი მოთამაშისთვის, ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის, ყველა ადამიანისთვის მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ კონკურსში, შეჯიბრში, არჩევნებში, ეს უნდა იყოს გარანტირებული, უნდა იყოს თანაბარი თამაშის წესები, რომელსაც დაიცავს ყველა ასევე თანაბრად და ამ მხრივ ბუნებრივია ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ენიჭება ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე. ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ ამ შეხვედრით და დიდი იმედი გვაქვს, რომ ქალბატონი კლინტონის ვიზიტი პოზიტიურად აისახება იმ საარჩევნო პროცესზე, რომელიც საქართველოში ნელ-ნელა იკრებს ძალას. დიდი მადლობა ბატონო გიორგი, მე შეგახსენებთ, რომ ეს იყო პირველი კომენტარი ჰილარი კლინტონთან შეხვედრის შემდეგ და ახლა როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი უკვე მივიდა პორტში, სადაც უნდა მოხდეს ორი კატარღის გადაცემის საზეიმო ცერემონია და ამ ჩართვის შემდეგ მე დაგიბრუნდებით სხვა ლიდერებთან ერთად, რომლებიც ასევე პირდაპირ ეთერში ისაუბრებენ. ჩემთვის, ქართველისთვის, რომელიც გავიზარდე ქვეყანაში, რომელიც ვერც მართავდა და ვერც იცავდა საკუთარ თავს, როგორც სახელმწიფო მოხელეს, რომელსაც ხვდაბედნიერება მცირედი წვლილი მაინც შემეტანა საქართველოს სახელმწიფო მშენებლობის პროცესში და როგორც ქალისთვის, რომელიც სპეციფიურ სფეროში მუშაობ, უსაფრთხოების სფეროში, უდიდესი პატივი და სიამოვნებაა კოლეგებთან ერთად თქვენი აქ მასპინძლობა. ამ საზეიმო ღონისძიების საბაბი საბჭოთა ეგრეთ წოდებული გრიფის ტიპის პროექტია, რომელსაც კორპუსის ნაწილის გარდა აღარაფერი აკავშირებს საბჭოთა წარსულთან. ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით, გემი P-109 ფაზისი ძრავიდან სანავიგაციო სისტემებამდე მოდერნიზებული, სრულიად ახალი პატრულ კატარღაა, რომელიც ამასთან ეკონომიურია ექსპლუატაციაში. სპეციალურად გადამზადებული 6-კაციანი ეკიპაჟი მართავს და 32 კვანძი სიჩქარის განვითარება შეუძლია. მაგრამ ეს გემი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გაუმჯობესებული საზღვაო პატრულის შესაძლებლობა. სხვა მრავალ ერთობლივ პროექტთან ერთად, ეს გემი უმნიშვნელოვანესი გზავნილია, რომ ახალგაზრდა საქართველოს დემოკრატია არ არის მარტო არ იბრძვის გადარჩენისა და განვითარებისთვის. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია სანაპირო დაცვის სამსახურისთვის და ყველა იმ კაცისა და ქალბატონისთვის, რომელიც ჩართულია საქართველოს უსაფრთხოების, თავდაცვის უნარიანობის, სუვერენიტეტის დაცვის საქმეში. ზოგადად, ჩვენი ხალხისთვის, რადგან მიუხედავად სერიოზული გამოწვევებისა, საქართველოს უსაფრთხოების სფერო, მათ შორის სანაპირო დაცვა, ყოველდღურად ვითარდება. სანაპირო დაცვას აქვს პროფესიული სიამაყის სრული საფუძველი დღეს. მათი ყოველდღიური მუშაობის შედეგს ყველა ვხედავთ, თუმცა ჩვენ და რიგით მოქალაქეებს ხანდახან გვავიწყდება, რამდენად რთულია ეს პროფესია ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ განსაკუთრებით აქ, სადაც დე-ფაქტო სრული კონტროლი ტერიტორიულ წყლებზე არის შეზღუდული. და მათ აქვთ სიამაყის საფუძველი, რადგან მათი მონდომებით და ჩვენი მოკავშირის ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ისინი წესრიგს და ხშირად საქართველოს სუვერენიტეტსაც იცავენ. ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით აღდგენილი და გადაიარაღებულია რამდენიმე გემი. სრულიად გამართულია სახმელეთო სარადარო სისტემა. და სხვა უამრავი მნიშვნელოვანი დახმარება აღმოგვიჩინეს ბოლო წლებში. თუმცა რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ფინანსურ და მატერიალურ დახმარებასთან მიმართებაში, არის ის მორალური მხარდაჭერა, რომელსაც გრძნობთ დაწყებული რიგითი ამერიკელი მეზღვაურიდან და სანაპირო დაცვის ოფიცრიდან,
როცა ისინი ქართულ კოლეგებს გამოცდილებას უზიარებენ და დამთავრებული თქვენი აქ მოგწანებით ქალბატონო სახელმწიფო მდივანო. ახალგაზრდა დემოკრატია, რომელიც განვითარებისთვის იბრძვის მიუხედავად გამოწვევებისა აგრძელებს რეფორმებს და ცდილობს ძირეულად შეცვალოს უსაფრთხოების სისტემა და სამართალდაცვის სტრუქტურები, ამერიკაზე უკეთეს მეგობრებს ნამდვილად ვერ ინადრებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისთვის, დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ტრიბუნასთან ვთხოვ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ნიკა გილაურს. მოგესალმებით ყველას. ქალბატონო სახელმწიფო მდივანო, ძვირფასო სტუმრებო. ნება მიმბოძეთ კიდევ ერთხელ გულითად მოგესალმოთ ბათუმში. დღევანდელი დღე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის განვითარების პროცესში. მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულ შტატებს უაღრესად მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ გვაქვს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა დემოკრატიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნდარიანობის და საზღვრის დაცვის და თავისუფალი ეკონომიკის მშენებლობის სფეროში. დღევანდელი ღონისძიება სიმბოლურია. ამერიკის შეერთებული შტატებისგან ჩვენ დღეს მივიღებთ სანაპირო დაცვის გემი. ამერიკის მხარდაჭერით ეს გემი ძირეულად ტრანსფორმირებული და მოდერნიზირებულია. და გარდაქმნილია თანამედროვე სანაპირო დაცვის საშუალებად. აღჭურვილია უახლესი ამერიკული სტანდარტების ტექნოლოგიით. ჩემი აზრით, ეს სანაპირო დაცვის გემი ერთგვარად საქართველოს ტრანსფორმაციის სიმბოლოც არის. მოგეხსენებათ, ჩვენ ქვეყანა რადიკალურად გარდაიქმნა. თუ საქართველო 8 წლის წინ კორუმპირებული პოსტსაბჭოთა ტიპის ნაკლებად განვითარებული ქვეყანა იყო, არასტაბილური ინსტიტუტებით და არამიზანმიმართული ეკონომიკური რეგულირებით, დღეს ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა და თანამედროვე დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე ქვეყანა. ქვეყანა, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიისწრაფის და საერთაშორისო უსაფრთხოების განვითარებაში საკუთარ როლსაც ასრულებს. საქართველოს განვითარების და მოდერნიზაციის ამ რთულ პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ძალზედ მნიშვნელოვანია. საგანგებოდ მინდა აღვნიშნო ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება რამოდენიმე წლის წინ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე განსაცდელი აღსავსე პერიოდში. ეს დახმარება სწორედ სანაპირო დაცვის გემის საშუალებით განხორციელდა მაშინ. ამ რთულ პერიოდში ამერიკის თანადგომა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო და ჩვენი ეს მუდამ გვემახსოვრება. ქალბატონო სახელმწიფო მდივანო, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ მოგახსენოთ პირად ჩემი და ქართველი ერის მადლიერება იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც თქვენ და თქვენი ქვეყანა ახორციელებთ საქართველოს მიმართ ჩვენი განვითარების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ პირადად და ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობას და მთავრობას. Thank you very much, Secretary Clinton. Please, the floor is yours. Thank you. Well, good afternoon, everyone, and I would like to express our appreciation to everyone from the Ministry of Internal Affairs, especially the Major General Zaza Gogava and the Deputy Minister and all who have worked to make this day possible. I'm pleased to be here with the Prime Minister, with the Governor of Ajara, the Deputy Minister of Defense, with the Commander of the Georgian Coast Guard, with the representatives from Marine Technical Services and Allied Technology Group that worked on upgrading the Coast Guard equipment, and to all of you. It is a pleasure to be back here in Georgia and to visit this beautiful city on the sea for the first time. I can see why so many tourists flock here. For centuries, this port has been a destination for merchants and traders, for fishermen and sailors, for visitors of all kinds. And I know that the best days are still ahead. These waters have always with the wider world and made Georgia a bridge between east and west. And today, Georgians are once again proudly sailing out into the Black Sea. დღეს საქართველო კიდევ ერთხელ სიამაყით შეცურავს შავ ზღვაში. მე მინდა პატივი მივაგო სანაპირო დაცვის ყველა თანამშრომლს, ვინც დღეს ჩვენთან იმყოფება. დიდი მადლობა თქვენი მსახურებისთვის
და მოხარული ვარ რომ ფორმალურად გადმოგცეთეს ფაზისი კატარღა ფაზისი რომელიც ჩადგება საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურში ეს არის ერთგვარი აღიარება იმ ვალდებულებებისა რომელიც ჩვენ როგორც პარტნიორებს აღებული გვაქვს საქართველოს და შეერთებული შტატები $10 million to help the Georgian Coast Guard become a sustainable. საქართველოს და შეერთებული შტატები განაგრძობენ პარტნიორობას სამმართველები და შეერთებული შტატები დაეხმარება საქართველოს სანაპირო დაცვის კვლავაც გაძლიერებას რომ საქართველოს მოახდინოს საკუთარი ტერიტორიული წყლების დაცვა ეს მოიცავს როგორც ახალი აღჭურვილობის გადაცემას ეს არის ნაწილი ჩვენი უფრო დიდი მცდელობისა რომ დავეხმაროთ საქართველოს დაიცვას თავისი სუვერენიტეტი რადიაციული ხელსაწყოები საზღვრებზე სასაზღვრო პოლიციის ახალი აღჭურვილობა თავდაცვის სამინისტროსთვის ახალი აღჭურვილობა რომელიც ქვეყნის თავდაცვის უნარების გამტკიცებისკენ არის მიმართული შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს დახმარებას ამ მიმართულებით და კვლავ გაზრდის ამ დახმარებას ჩვენი მიზანია მივაღწიოთ შავი ზღვაზე უსაფრთხოებას და საზღვრების უსაფრთხოებას როგორც ზღვაზე ისე მიწაზე და ჩვენი მიზანია რომ შევამციროთ ტერიტორიაზე ადამიანების ტრაფიკინგი და იარაღის კონტრაბანდა ამიტომ მნიშვნელოვანია რომ საქართველოს არის ამ უსაფრთხოების დიდი სქემის მონაწილე მაგრამ ეს არ არის ყველაფერი ეს გემები და ეს დახმარება განასახიერებს საქართველოს სურვილს ისწრაფოს თავისი სუვერენიტეტის შესარჩენებლად და შეერთებული შტატები კვლავაც განაგრძობს თქვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მე მადლობას ვუხდი ბათუმის და საქართველოს მოსახლეობას მთლიანად Let us all say good luck and Godspeed. და უსურვებთ მათ ყოველივე კარგს. ღმერთმა დაგვაცოთ. Ladies and gentlemen, we will now begin the commissioning ceremony for Georgian Coast Guard patrol boat P109. Would the members of the official party please join me at the podium? რომელსაც შევერთებიან ოფიციალური სტუმრები. Of course, they're all our bosses. They want us at the podium? Yes, please, ma'am. U.S. Secretary of State Clinton will now present Prime Minister Gilauri with a P109 commissioning plaque on behalf of the U.S. government. Madam Secretary, thank you very much. Prime Minister, here we are. Patrol vessel. Prime Minister Gilauri will now pass the commissioning plaque to the prospective captain of P109, Captain's third rank, Manuchar Jijalava. The senior Coast Guard officer and head of Border Police, Major General Zaza Gogawa, will now present Captain Jijalava with P109's commissioning flag. Captain Jijalava will now deliver the commissioning flag to an awaiting crew member to make preparation to hoist the flag. Will everyone please stand for the playing of the Georgian national anthem and hoisting of the commissioning flag?